თავის დაწვის მცდელობა და ხმაური დედაქალაქის მერიასთან სოციალურები, ბინის გარეშე დარჩენილები და იპოთეკარები დღეს თბილისის თვითმმართველობის ორგანოსთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში მიღებული დაპირებების მიუხედავად პრობლემები ისევ პრობლემებად რჩება. დედაქალაქის მერია დაზარალებულებს სოლიდარობას უცხადებს, თუმცა პრობლემების მოგვარების გზებს ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში ხედავს. აქცია, რომელიც დღეს რამდენიმე საათს გაგრძელდა, თეატრალიზებული ხასიათს ატარებდა. ლევან ფოჩხვა დეტალებით. ვითარება მერიასთან მაშინ დაიძაბა, როცა ტერიტორიასთან მერიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები გამოჩნდნენ და აქციის მონაწილეებს იქმიდანილი გვირგვინი და გიგი უგულავას სურათი წაართვეს. შეხლა-შემოხლის დროს აქციის რამდენიმე მონაწილე შეუძლოდ გახდა. დასახმარებლად სამედიცინო პერსონალის ჩარევა გახდა საჭირო. აქციის ერთი მონაწილე კი დღეს თავის დაწვასაც შეეცადა. თუმცა მანამდე ამ ფორმით აქციის მონაწილეებმა საკუთარი ყოფითი პირობები გააპროტესტეს. გვირგვინი თბილისის მერის სურათით და ტრაფარეტები აქციის მონაწილეებმა დედაქალაქის მერიის შესასვლელთან მიიტანეს. რატომ წაგვაგლიჟეს ეს მიწა, რაც ჩვენ გვეკუთვნის და თვართ თუ არა ჩვენ საქართველოს მოქალაქეები და გვეკუთვნის თუ არა, ეს თუ არ გვეკუთვნის ჩვენ არ ვითხოვთ იმას, რაც მეკუთვნის მე როგორც ომის ვეტერანი ვითხოვ ჩემი სტატუსის ამოქმედებას და ასევე კომისია მინდა რომ შეიქმნას. სოციალურად დაუცველების, ბინის გარეშე დარჩენილების, დევნილების და იპოთეკარების ერთი ნაწილი მერიის მიმდებარე ტერიტორიასთან დღეს დილიდან შეიკრიბა. ისინი თავს სახელმწიფოსგან დაზარალებულად და მიტოვებულად მიიჩნევენ. ამბობენ, რომ მათზე არავინ ზრუნავს, სახელმწიფომ კი ისინი ბედის ანაბარად დატოვა. შეიქმნა საბინაო ფონდი და მეორე იმ წერილებზე, რაზეც ამ ადამიანებს არ სცემენ რეალურად პასუხს და მერიის თანამშრომლები ვალდებულები არიან მათ პასუხები გასცენ. გაიცეს იმ წერილებს პასუხები. მათ საერთოდ დაბლოკა სისტემა, რასაც ყავს საკუთარი სტატუსი. აქედან ჯანდაცვაში ამისამართებენ ხალხს იქიდან მერიაში. ეს არის უსამართლობა და ეს არის მხოლოდ ხალხის მანიპულირება. აქციის მონაწილეების მოთხოვნებს მოგვიანებით დედაქალაქის მერიამ უპასუხა. კომენტარი ჯერ სოციალური მომსახურების და კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის, შემდეგ დედაქალაქის მერის მხრიდან გაკეთდა. აქ ამბობენ, რომ პრობლემებზე მუშაობენ, თუმცა ზოგიერთი საკითხი მერიის უფლებამოსილებას სცილდება. ამიტომ მერია ხელისუფლებას ამ ადამიანების პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ქვეყანას აქვს თავის სოციალური პოლიტიკა, არსებობს იცით სოციალურად დაუცველთა ბაზა და მიმდინარე წელს ეს დახმარებები ორჯერ გაიზარდა. გარდა ამისა, შესაბამისად არსებობს გარკვეული ინდივიდუალური დახმარებები, რომელსაც მომართვის თავისი ფორმა აქვს. ესეთი ფორმით პრეტენზიის გამოხატვა, პროტესტის გამოხატვა ჩვენთვის არის მიუღებელი. მე ისევე როგორც თბილისის მერიის ყველა თანამშრომელი აბსოლუტურად სოლიდარული ვარ ყველა გაჭირვებული და უბინაო ადამიანის. არ მუშაობს ის უწყებები, ვისაც პირველ რიგში ეხება ამ პრობლემის მოგვარება. აქციის მონაწილეები საკუთარი უფლებების დაცვას ბოლომდე გეგმავენ. ამ მიზნით ისინი აქციას ზეგ პრემიერ-მინისტრის ბიზნეს ცენტრთან გამართავენ.